საქართველო, რომელშიც გვეამაყება ცხოვრება. ქართველი მთავარ ამაყა! ხოდა ეს ბრძოლა აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. საქართველოში უნდა გათენდეს და აუცილებლად გათენდება. მოგესალმებით, ეს გადაცემა ჯერ საქართველო. დღეს მინდა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ქართულ პოლიტიკას ყველაზე მეტად დაეკარგა. ეს არის შინაარსი. დავაკვირდეთ ჩვენს ყოველდღიურობას. პოლიტიკური სივრცე და ემსგავსა ხმაურიან, მაგრამ აბსოლუტურად ცალ ოთახს, სადაც სიტყვის ფასი დაეკარგა. ტერმინები, რომლებიც ოდესღაც ადამიანებს სამშობლოსთვის ბრძოლაში აერთიანებდა, დღეს ურთიერთბრალდებების იაფფასიან იარაღად იქცა. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ პოლიტიკა პირველ რიგში ტექსტია, ქვეყნის მომავლის ტექსტი, რომელსაც ან ინჭერად ვწერთ, ან ფეხქვეშ ვთელავთ. 90-იანი წლების დასაწყისში როცა ეს ქვეყანა დამოუკიდებლობას სისხლითა და ტანჯვით იბრუნებდა, პოლიტიკურ წრეებში ინტელექტუალური დუღილი იყო. მაშინ ლიდერები თავისი შეცდომებით თუ ტექსტის იდეისა და წიგნის ადამიანები იყვნენ. დღეს კი მივიღებთ რეალობა, სადაც წინააღმდეგობის მოძრაობა ქუჩაშია. ხელისუფლება ძალისმიერ მეთოდებზე გადავიდა. საზოგადოება კი გამოსავალს ეძებს. და ამ გამოსავლის ძიებაში ძველი, დიდი პარტიები იშლებიან, ტრანსფორმირდებიან. იბადება ახალი კოალიციები და ისმის მთავარი კითხვა. ეს ყველაფერი მხოლოდ სახელების გადარქმევა და რებრენდინგია, თუ მართლა თვისობრივი და შინაარსებრივი ცვლილება. შეიძლება თუ არა რომ წარსულის შეცდომების გააზრებით შექმნათ ახალი პოლიტიკური კულტურა, სადაც სიტყვა ძველი, მყარი ფასი დაუბრუნდება. დღეს სწორედ ამ შინაარსებთან წარსულის გაკვეთილებზე ვისაუბრებთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ნუგზარ ციკლაური. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ამ ვიდეოს ლაიქება და მეგობრებისთვის გაზიარება. მოგესალმებით ბატონო ნუგზარ, როგორ ხართ? გამარჯობა, კარგად. როგორ ხართ? მადლობა. ჩვენი დღევანდელი განსახილველი თემა მაინც ძირითადად ქართული ოპოზიცია იქნება 2024 წლიდან და არა მხოლოდ დღემდე. რა გავაკეთეთ, სწორად რა გავაკეთეთ, არასწორად ჩვენი სამომავლო გეგმები რა შეიძლება იყოს იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, ხო, რომლის გარშემოც ვტრიალებთ ბოლო რამდენიმე წელი განსაკუთრებით და არა მხოლოდ. თუმცა სანამ მაინც ამ თემებამდე გადავალთ, ცოტა რაღაცა თემებს კიდე მინდა შევეხო რა. მათ შორის არის ჯერ კიდევ თქვენი ბიოგრაფია ცოტა განსაკუთრებით მდიდარი არის და ბევრ მიმართულებას ითვისებს, მათ შორის ითვისებს ზვიად გამსახურდიასთან ახლა ურთიერთობას. და ამ ახლა ურთიერთობაში იგულისხმება ყოველდღიური კავშირი, კომუნიკაცია მასთან, თქვენ მასთან ერთად ბრძანდებოდით, როცა ზვიად გამსახურდია იყო წასული ქვეყნიდან, თქვენ მასთან ახლდით და რამდენიმე დეტალი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. რა იყო საბოლოო ჯამში ზვიად გამსახურდიას შეცდომა, ან თუ კი შეცდომა არასწორი სიტყვა არის არჩეული, რისი ბრალი იყო, მოკლედ ის რაც მოხდა და დატრიალდა მის თავს. ხო, მაშინ მონაწილეები ვინც იყვნენ იმ ამბების, რომელიც საქართველოს თავს ზვიად გამსახურდიას როგორც პრეზიდენტის თავს დატრიალდა, შესაძლოა აქცენტირებას აკეთებდნენ ძალიან ბევრ დეტალზე, რაღაც ადამიანურ სისუსტეები ვლინდებოდა ოპოზიციის მხრიდან, ყველა აქტორის მხრიდან, ვინც მაშინ იყო, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან მე მიმაჩნია, რომ ის რაც მოხდა იყო პრაქტიკულად დეტერმინირებული, წინასწარ განსაზღვრული, მე არ მინდა რაღაცა ის ფატალისტური ტონი შემოვიტანო ახლა ჩვენ საუბარში, მაგრამ მიმაჩნია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც არსებობდა მხოლოდ ქართველი ხალხის ნება და სხვა არაფერი არ იყო ჩვენს გარშემო, რაც ჩვენს დამოუკიდებლობას გაამაგრებდა და ხელს შეუწყობდა, ჩემი აზრით შეუძლებელი იყო სხვაგვარი დასასრულის წარმოდგენა. გულისხმობ რას გახსოვთ მაშინდელი ვითარება რაც იყო დასუსტებული ძალიან რუსეთი, თუმცა მას ჰქონდა საკმარისზე მეტი ძალა საბჭოთა კავშირის იმისათვის, რომ თავისი აგენტურა, რომელიც აქ ყავდა, თავის სამხედრო ძალა გამოეყენებინა საქართველოს ახალარჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ დროს არსებობდა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპული საზოგადოება, რომელსაც არ სჯეროდა, რომ საქართველოს შეეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ეს სხვა შორის გამოიხატა მამა ბუშის ცნობილ კიევის სპიჩში, სიტყვაში, სადაც მან ილაპარაკა იმაზე, რომ რაღაც დსთ უნდა იყოს აქ და რომ შეუძლებელი არის არ არსებობს წინაპირობები ჯერ კიდევ დამოუკიდებლობისათვის. გვახსოვს, რომ იყო გარკვეული შეთანხმება მიღწეული საბჭოთა კავშირსა და თავისუფალ სამყაროს შორის, სადაც ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, მანამდე ჩეხეთი, ბულგარეთი და ეს ეგრეთ წოდებული ვარშავის
ბლოკის ქვეყნები გავიდოდნენ ამ ჰეგემონიისგან საბჭოთა კავშირის, ხოლო საქართველოზე, საერთოდ ამიერკავკასიაზე და მით უმეტეს შუა აზიაზე საერთოდ აღარ იყო ლაპარაკი. მე მგონია აი ეს იყო ის საბედისწერო ამბავი, რომელიც დაემთხვა ზვიადგამსახურდიას მმართველობას. ასევე მგონია, რომ ზვიადგამსახურდიამ კარგად დაინახა ეს ვითარება, რომელსაც ჩვენ ახლა ისტორიული გადასახედიდან აღვწერთ და მიიღო რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, მათ შორის ერთი გადაწყვეტილება იყო თავისუფალი მრავალპარტიული არჩევნების მოთხოვნა, მიღწევა და შემდეგ ამ არჩევნებში გამარჯვება. შემდეგი გადაწყვეტილება იყო რეფერენდუმის მოწვევა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, საპრეზიდენტო ინსტიტუტის შემოღება და ადგილობრივი არჩევნების გამართვა. ეს იყო ყველაფერი, რისი გაკეთება ჩემი აზრით მას შეეძლო მოესწრო იმ დრომდე, სანამ პირდაპირი სამხედრო შეტევა იქნებოდა საქართველოს ახალარჩეულ ხელისუფლებაზე. ამიტომ როდესაც ეს დილემა დადგა ზვიადგამსახურდიას წინაშე, თქვათ ყოფილიყო ის მეურნე პრეზიდენტი, ან რაღაცა ეფიქრა უფრო მეტი კადრებზე, რომლის აი მართლა დრამატული შიმშილი იყო მაშინ, თუ საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძვლები ჩაეყარა, მან მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკური ცაიტნოტი, რომელსაც ის გრძნობდა, რუსეთის სუნთქვას ყველანი გრძნობდით აქ, რომ რევანში იქნებოდა, ამასაც გრძნობდით და არც დაახანა ამ ყველაფერმა. ამიტომ დღევანდელი გადმოსახედიდან მე მიმაჩნია, რომ შეიძლება რაღაცა ილაპარაკოს ადამიანმა გარკვეულ რაღაცა საკადრო იმაზე ვთქვათ, რომ ვიღაცა მინისტრი ასეთი უნდა ყოფილიყო თუ არ უნდა ყოფილიყო. დღეს მარტივი არის ამაზე ვაფიქრე. ხო, მაგრამ დიდი პოლიტიკური ნაბიჯები, დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებმაც ჩაუყარა საფუძველი ქართულ სახელმწიფოს, ეს ნაბიჯები იყო არამც თუ სწორი, არამედ იყო ერთადერთი და განპირობებული საქართველოს მიმართ უდიდესი პატრიოტიზმის გრძნობით. აი თქვენ გადაცემას ქვია ჯერ საქართველოა და ყველაზე მეტად ალბათ ბატონ ზვიეთს მიესადაგება ეს მე მგონია რომ ალბათ ეს არის ჯოისის სიტყვების ადამიანისთვის სამშობლოა უპირველესი სალოცავი. ჯერ ირლანდიას ტივი, მე იყავი თუნდ მისტიკოსი და აი შემდეგ აი ზუსტად ასეთი იყო ზვიადგამსახურდიას ის ერთწლიანი პერიოდი. მისთვის სამშობლო იყო უპირველესი სალოცავი და ამიტომ ის, რასაც მანამდე აკეთებდა, გნებავთ როგორც თარგმნელი, გნებავთ როგორც პოეტი, გნებავთ როგორც მისტიკოსიც, ეს ყველაფერი რაღაცა დროს გადაიდო უკანა პლანზე და მან გააკეთა ის, რაც გასაკეთებელი იყო როგორც სახელმწიფო მოღვაწის მხრიდან. კარგი, გადავინას ცოტა უფრო თანამედროვე ეპოქაში 21 საუკუნეში გადმოვიდეთ როგორც მინიმუმ. ხდება ვარდების რევოლუცია, იცვლება ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოდის ახალგაზრდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იბარებს ქვეყანას ერთ მდგომარეობაში და აბარებს ქვეყანას მეორე მდგომარეობაში. თუმცა ეს ყველაფერი მარტივად არ მომხდარა, ბევრი დაბრკოლება შემოგვხვდათ გზაში და ალბათ ყველაზე დიდი ეს იქნება 2008 წელი, თუ კი რაიმე სახის შეცდომა დაუშვია საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს 2008 წელს, რას შეიძლება უწოდოთ ეს შეცდომა? საქართველოს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით იყო ლამის მხოლოდ ტერიტორია 2003 წლამდე იყო გარკვეული მცდელობები ცნობილი კორიდორის გასადენის და ნავთობსადენის რაც სახელმწიფოებრიობის ფუნქციას აძლევდა ქვეყანას რაღაცა მცირე ეპიზოდური ცდელობები იყო ამის, მაგრამ შინამდვილეში ჩვენ ხედავდით, რომ ეს იყო დისფუნქციური ქვეყანა, რომელიც მოცული იყო კორუფციით, ქრთამი იყო ლამის ერთადერთი საკომუნიკაციო ენა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის. 2003 წელი არის მართლა ფენომენალური ამბავი ქართული ხალხის დიდი გაბრძოლების, აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ მიხეილ სააკაშვილი, როგორც შემოქმედი აი ამ დიდი ამბის. და შემდეგი პერიოდი, შემდეგი 9 წლიანი პერიოდი, ეს იყო სწორედ სახელმწიფო ინსტიტუციების დაფუძნების პერიოდი.
ამ ერის სხეულის შექმნის პერიოდი. თუ ზვიად გამსახურდია იყო დამოუკიდებლობის გამომცხადებელი, აი ამ ეროვნული სულის მომტანი რეფერენდუმის ჩამტარებელი, საქართველოს დამცავი ფარის შემქმნელი სწორედ აი ამ იდეით. შემდგომი პერიოდი უკვე 2003 წლის შემდგომი პერიოდი, მიხეილ სააკაშვილის პერიოდი იყო აი სახელმწიფოს სხეულის ჩამოყალიბების ამბავი. ეს რა თქმა უნდა ეხლა შეუმჩნეველი არ დარჩა, იმიტომ რომ ის რუსიც კითხულობდა, ხო, რუსეთის მოქალაქე რომ თუ საქართველოში შესაძლებელია ასეთი წინსვლა, სახელმწიფო ინსტიტუტები იყვნენ გულისხმიერები, რატომ არ არის აქ შესაძლებელი? და აუცილებლად ეს რევოლუციურ რაღაცა აზრებს გამოიწვევდა რუსეთში და ამიტომ ეს ამ პროექტის ჩაშლა, ამ პროექტის ტორპედირება იყო უმთავრესი ამოცანა რუსეთის. ნუ ამას ჩაბმულები იყვნენ ახლა მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენლები დიფამაციის კამპანიით, ყველანაირად ცდილობდნენ სახელი გაეტეხათ ამ ამბებისათვის. მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი და უნდა მოუხდარიყო ისეთი დეტონაცია, ისეთი აფეთქება საქართველოში, რომელიც ყველას ათქმევინებდა, რომ არა, ჩვენ ვერ შევძლებთ სახელმწიფოს შექმნას, ვერ შევძლებთ იმას და მოდი ისევ ისინი ხელი ვიყოთ. ჩაიქნიათ და სხვებსაც ჩვენ შევხედავთ. არა, იმიტომ რომ ჩვენ დამოუკიდებლობა არის დაკავშირებული სისხლთან, ომთან, ბომბებთან. რა გვინდა ხო, რაღაცა, როცა შეგიძლია ხაჭაპური. ხო, რაღაცა როგორც რაღაც ჯაგლაგი მიხვე იმ შენ საბელს და იყო როგორც რაღაცა ხნის განმავლობაში რუსეთის იმპერიაში და ამ შემდეგ. სხვა არანაირი ლოგიკა არ არსებობს 2008 წლის აგვისტოს ომში. ეს იყო გადაწყვეტილი ამბავი, უბრალოდ არ ვიცოდით, როდის დაგვესხმოდნენ თავს. ბოლო 1-2 წლის განმავლობაში, მას შემდეგ 2006-ში რაც გავიდა ეს რუსული აქ ზაკოს თბილისში იყო რუსული სამხედრო წარმომადგენლობა, აგერ ვაკე-საბურთალოს გზაზე უზარმაზარი სამხედრო ბაზები იყო და როდესაც გავიდნენ ეს ბაზები, იმ დღიდან დაიწყო იმაზე ფიქრი, როგორ დაგვესხმოდნენ თავს და ჩვენც ვიცოდით, რომ ეს თავდასხმა მოხდებოდა. რუსებს აქვს თავიანთი ცნობილი ანდაზა არის, სხვა შორის აქ ვეძახით მათრახის და თაფლაკვერას პოლიტიკა, ხო, კნუტი-ლიბრიანი, ხო, არის ეს, მაგრამ არასოდეს რუსეთის სახელმწიფოს ეს პრიანიკი არ ახსოვდა. ეს იყო მათრახის და მათრახის პოლიტიკა. ხო არის რომ შეესთავაზო ადამიანს, თუ ასე თუ იქნება და მოყვება. ხო, თუ ჩემთან იქნები, შენ მე პატივცემ შენს ტერიტორიულ მთლიანობას, მოკავშირეობის განცდა აქ არ არის. ამაზე ესე ვთქვათ თამამად საუბარს ქართული ოცნებაც ვერ ბედავს და უწევს ხოლმე რაღაც ახალ-ახალი სისულელეების მოგონება და რაღაც აბსურდების შეთხზება, ხო? ბოლო დროინდელი რაც არის ახალი მათი გამონაგონი ბატონი კობახიძის და სხვა მოღალატეების წარმომადგენლების და ასე შემდეგ, ეს არის ის რომ ომი საქართველოს კი არ დაუწყია, იმიტომ რომ მაინც ვერ ბედავენ ამას, იმიტომ რომ ეს ბუნებრივია მწვავე რეაქციას იწვევს, მათ შორის ქართული ოცნების ამორჩევაში, ვინც დარჩათ, ხო? ჯერ კიდევ. ომი დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ და ბატონმა სააკაშვილიმ. დეტალებში ეს ამდენად შესაძლებელი არის საერთოდ, რომ აბრალებდე ქვეყნის პირველ პირს და იმ ხელისუფლებას, რომელიც მართავს ამ ქვეყანას და თან ამბობდე, რომ თვითონ ქვეყანა არაფერ შუაში არ არის. პირველი ხანამ ქართული ოცნების სწორედ ეგ იყო. რომ საქართველოს იყო ომის დამწყები, მათი განცხადებებიც ეს იყო. ივანიშვილის თავარი დოქტრინალური სიტყვა არის, ჩემი აზრით, რომ საქართველოს არის პატარა სოფელი. რომ ჩვენ როგორი საქართველოს ვიცით, ხო, რომ აი რაც წერია მაგალითად გრიგოლ ხანძთელის, გრიგოლ მერჩულშო ქართლად პრიად ქვეყანა აღირაცხების, სადაც ან რაც არის გორგასლის ანდერძი რომ უდაუტევებთ ქრისტიანულ გზას, რაც არის დავით აღმაშენებელი, რომელიც უყურებს რა ვითარება არის იერუსალიმისკენ და მაშინ უერთდება აი ამ დიდ კოალიციას და პოლიტიკური მოკავშირე უხდება. იგივე ზვიად გამსახურდია, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ილია ჭავჭავაძე, თვით ერეკლე მეფეც, რომელიც უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებაში ცხოვრობდა მთელი 70-იანი წლები, მე-18 საუკუნის ასპინძის ომში გამარჯვების შემდეგ, არის აღბეჭდილი
ევროპელებთან ურთიერთობის გაცხოველებით, რომ ჩამოეყვანა ადამიანები იქიდან, რომ საქართველოში ეს რუსეთის გავლით კი არ ყოფილიყო ჩვენი ევროპასთან თანაზიარობა, არამედ ყოფილიყო პირდაპირ გზებით. აქ უნდა გავიხსენოთ სულხან-საბა ორბელიანის მისი მოგზაურობა ევროპაში, ბრწყინვალე და ძალიან საინტერესო წიგნი. ესე იგი, ჩვენ სუმუდმივად მივისწრაფოდით ქრისტიანული სამყაროსაკენ. ჩვენ ვიყავით ამის ნაწილი. რატომღაც ამ ესე ვთქვათ მიმართულებას დიალოგის მავანი იღებს შეურაცხყოფად თითქოს ჩვენ არ მოგწონს ჩვენი ტრადიციები, ჩვენ არ მოგწონს ჩვენი სიმღერა, ჩვენი ცეკვა, თითქოს ჩვენთვის არის ეს მიუღებელი რაღაცა. თუმცა პირიქით, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ჩვენ ამას პატივს ვცემთ, გვიყვარს და ვაფასებთ, სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ამას ფასი არ დაიკარგოს და არ იქცეს უმნიშვნელოდ მხოლოდ და მხოლოდ იარაღად იმისა, რომ აი მე შენს დაკრულზე ვიცეკვებ და არაფერი არ მთხოვო, არ მკითხო, არ მიბრძანო, არ გამაკეთებინო და თავი დამანებე მოკლედ და რასაც საიტყინაც გამიშვებ მე იქით წავალ. ეს არის ყალბი კონსერვატიზმი. ძალიან კარგი რემარკა, ეხლა რაც თქვი გიორგი, ეს არის ყალბი კონსერვატიზმი. ჩვენი კონსერვატიზმი, ჩვენი შენახვა იმ ფასეულობების რა არის, რომ აი რაც შენ ახსენებ ანდერძი, რაც თქვით ივანეს აბანიძეზე, გროხანზე, სწორედ ამის შენახვა, აი ამ კულტურული გამოცდილების და ისტორიული გამოცდილების გადმოტანა არის ჩვენი ნამდვილი კონსერვატიზმი. იმის რომ მაგალითად გრიგოლ რობაქიძე ამბობს, რომ ქართული გენია როკვით გამფენილი ქართულის გარდა ვერ ვიმერიცავს, ხო? აი რაღაცა ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ისე, ჩვენ ამას უყურებთ, ჩვენ აი ეს წიგნობრული სკოლები, მთარგმნელობითი სკოლები, მთაწმინდელების, რატო ითარგმნებოდა ყველაფერი საქართველოში? იმიტომ რომ იმ ხალხმა იცოდა, რომ აი ამის თარგმნა, ხო, აი ამის თარგმნა არის ზიარება რაღაცასთან, თორე აგერ ცნობილია, ხო, ის ყვარის და იმისი გავარაკი, ხო? თუ დარჩები შენ გუბეში, ის გუბე როდესღაც ამოაშრობს რაღაცა და სიცოცხლესაც გამოესალმები. ამიტომ არის რომ ყველა ცდილობს, რომ დიდი დინებების იყოს. ამ თვალსაზრისით კონსტანტინე გამსახურდია კიდე არის გამორჩეული ადამიანი. იქ რაღაც გახსოვთ ხო, რომ შენ პატარა მდინარის პირას დაბადებულო ბიჭო არ გაჯობონ რაინის და სხვა დიდი მდინარეების პირას დაბზა. ესე იგი საქართველოს განიხილავს როგორც დიდი ევროპული სივრცის ნაწილს, დიდი ქრისტიანული სამყაროს ნაწილს. ხო და ესენი კიდე გვეუბნებიან, რომ შენი კონსერვატიზმი არის შაშლიკ და მხოლოდ გამოხვიდე და ეს არის შეურაცხყოფა ქართული ხალხის და მართლა აუტანელი არის, როდესაც ჩვენს რაობას, ჩვენს აემხელა ისტორიას, ამდენ ბრძოლებს, ამდენ რაღაცა სიყვარულს და სისხლს დააღრუვის, რომელიც ამ ქვეყანაშია, უნდათ რომ ეხლა დაახურდავონ რაღაცა ხინკალად და ხო, რაღაცა აეგეთ ამბებად და ჩვენ მე ვფიქრობ, რომ დადგება ამ ქვეყანაში კონსერვატიზმის გააზრების და მისი ნამდვილი არსის წარმოჩინების დრო, იმიტომ რომ დღეს ვისაც ახლა კონსერვატორს ეძახიან, მათ შორის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ეს ადამიანები, აი, უდიდეს უმრავლესობაში არიან უბრალოდ რაღაცა ველურები, რომელსაც არც კონსერვატიზმზე აქვს წარმოდგენა, არც ლიბერალიზმზე, არც არანაირ პოლიტიკურ სისტემებზე და არც არანაირი ხედვა არ აქვს. ამიტომ ამის დრო მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად დადგება საქართველოში და რა ვიცი, ჯერ თუ საქართველოა, თქვენმა თაობამ ბევრი რამე უნდა გააკეთოს ამ საქმისათვის. ამ ქვეყანას ახსოვს განა 1 და განა 10 და განა 100 და განა 1000. 10,000-ობით და 100,000-ობით გმირი ახსოვს მართლა, ვინც პირდაპირ მნიშვნელობით, არ ვიცი, იღვიძებდა, ჰქონდა მიზნები, ოცნებები, სურვილები, ყავდა ოჯახი, შვილები, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამის არსებობა ყოველთვის იყო, რომ სამშობლოს გამოდგომოდი დახმარებოდი, თუ კი არსებობდა ამის საჭიროება, ის თვალდაუხამხამებლად, არ ვიცი, დაუფიქრებლად სიცოცხლესაც წირავდა და მიდიოდა საბრძოლველად და არ ვიცი, ამ ყველაფერს აკეთებდა და ეს არ იყო ხო ერთეული შემთხვევა, ეს იყო პირდაპირ მნიშვნელობით არსი ქართველების და ქართველობის, რომ შენ იღვიძებ, იბრძვი და ამ ბრძოლას ესე ვთქვათ, გადააბარებს შენ შვილს, მე შვილი იზრდება, იბრძვის და გადააბარებს ამ ბრძოლას მის შვილს და
ვიცავდით ტერიტორიებს, ვიცავდით რელიგიას, ვიცავდით კულტურას, ტრადიციებს და ნუ ამ ყველაფერს ახურდავებენ და ქართული იდენტობას. ქართული იდენტობას რაც არის ხო და ახურდავებენ ამ ყველაფერს და ბრძოლები კიდე ისი არ უნდა წარმოვიდგინოთ. ეს რა მომღერალი მეომრები არიყვნენ, ხო არის ლადბასათიანის ფიცხელ ომში რომ ღერო და მაჩაბე. რა ეს სიმღერაც იყო ლაღობის დროს, რა თქმა უნდა, ყველაფერი იყო, ხო ქართულმა აი პოლიფონიური კულტურა არის საერთოდ გასაოცარი ამბავი და არ არსებობს, მე ვარ ფოლკლორისტი განათლებით და არ არსებობს ცხოვრების აი რამე სფერო, სადაც ხელოვნება არ აქვს მიდევნებული ქართულს. აი გნებავთ შრომა და არსებობს შრომის პოეზია, არსებობს ქართული დიდი საგმირო პოეზია, ხევსურული თუ შური საგმირო პოეზია, სასიყვარულო პოეზია, მაგრამ ამავე დროს ეს სიმღერებიც ხო არსებობს ყველა იმაში გამომშვიდობებაც კი ადამიანთან აღბეჭდილი არის გენიალური სვანული ლილეთი ხო როდესაც ადამიანი კვდება იმ დროსაც მღერის ამიტომ ძალიან შემოქმედებითი ხალხი არიან ქართველები და ეხლა ნამდვილად დამცრობა მათი იქამდე რომ იცი რა პატარა სოფელი ვართ ჩვენ რა ეს არის უდიდესი დანაშაული საქართველოს ისტორიის წინაშე ასე განსაზღვრა ქართველის რაობის ქართული სახელმწიფოს რაობის არის უდიდესი თავდასხმა არის მთელს ჩვენს ისტორიაზე და ყველა იმ ადამიანზე ვისაც ამ ქვეყნისთვის უბრძოლია. უკვე ადამიანობა უნდა გადავწყვიტოთ ეხლა რომ უბრალოდ ამათთან ერთად ცხოვრება აღარ შეიძლება, იმიტომ რომ თუ ეს კაცი წარმოგადგენს შენ, ხო? და თუ ეს კაცი არის და ეს ხელისუფლება წარმომადგენელი შენი, რომელიც დღედაღამ ევროპას ზურგს აქცევს და ქართულ ისტორიულ ტრადიციას ღალატობს, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სპობს, თელ გზას, მთელი აი ლაიტმოტივი რაც არის ქართული ისტორიის, იმას უარყოფენ ეხლა და გვეუბნებიან, რომ ჩვენი სამშობლო არის აშხაბადში, ჩვენი სამშობლო არის აიათოლების ირანი, ჩვენი სამშობლო არის არ ვიცი ყაზახეთი თუ ყირგიზეთი თუ ტაჯიკეთი თუ ჩინეთი თუ აი ყველაფერი გარდა იმისა რაც მართლა არის ჩვენი დიდი ნავსაყუდელი კულტურული თვალსაზრისით. ბევრი რაღაცით შეიძლება ქართველობის განსაზღვრა მოკლედ ლამაზად ლაკონიურად და ასე შემდეგ და სულ მახსენდება ესეთი ფრაზები ხო ეხლა ბოლომდე არ ვიტყვი მაგრამ მაინც არსი რა არის რომ ესე იწყება და ესე მთავრდება ხო ერთხელ დაბადებულებს ერთხელ გვინდა სიკვდილი და მეორე არის ერთი ვარ ერთხელ მოვკვდები ერთხელ ვატირებ დედას ეს არის ქართველობა და ამის სრულიად საპირისპიროს ცდილობენ რომ გვაჩვენონ რომ თითქოს არ არსებობს თითქოს ეს ჩვენ სიზმარში და მოგონილი რაღაც არის და ამაზე საუბარიც კი და ამაზე ფიქრიც კი დღეს არის რაღაცა ქვეყნის ინტერესების ღალატი და არ ვიცი რუსეთის გაღიზიანების მცდელობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი თქვენი აზრით გამოსავალი რაში არის როცა თუ კი ამას აკეთებს არა და აქ მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ არა ქართული ოცნების წარმომადგენელი, ანუ თუ კი ამას რაღაცას აკეთებს არა ქართული ოცნების წარმომადგენელი, ეს თუ კი ქართულ ოცნებას აწყობს არის კანონით დასჭადი და აქ უკვე აღარ არის ხო რაღაცა ღორმაკ სტანდარტებზე და მიუკერძოებლობაზე საუბარი და თუ კი რაღაც იგივე რაღაცას აკეთებს ქართული ოცნება ეს რაღაცნაირად ტრავდება. აი მაგალითად რას გულისხმობ. ცოტა ხნის წინ დატოვეს ციხე ჩვენმა თანამებრძოლებმა, რომლებმაც საკუთარი ღირსების დაცვისათვის, როცა მათ ფიზიკური სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, აი არ ვიცი რა, აი ხა რო გადავალ ქართული ოცნების პასუხზე. დედა შეაგინეს და ადგა და ხელი დაარტყა კაცმა კაცს ეხა მეტი მე არ ვიცი მოკლედ ამაზე როგორ შეიძლება ვისაუბრო ისიქით და ნუ გასაგებია რომ კანონი უნდა კანონობდეს და ეს მორალი და ასე შემდეგ და მესმის ეს ყველაფერი მაგრამ არ ვიცი მაშინ მოვიდეს ვიღაც ვინც ამაზე საუბრობს მიიღოს ეს სიტყვები იგივე რაც მიიღეს ამ ბიჭებმა და წავიდეს და პოლიციაში დაწეროს განცხადება. აბა თვითონ როგორ იქნება როცა მის ადგილას იქნება და მეორე როცა აი ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვაკვირდებოდ პარლამენტში რა ხდებოდა ხო ადამიანებს ხალხო ადამიანებს 10,000 ლარს ვუხდით იმისათვის რომ ოლიმპიური ჩემპიონები რომელსაც მილიონები ვურიგეთ ჩვენ ყველა გამარჯვებას და ყველა პრიზზე და ეს ხალხი რო გვიყვარდა ჩვენ და არ ვიცი ხამეებსო უთენებდით და ის ხო არ არის
გასაგებია, მადლობა, მაგრამ აი აქ აღარ უნდა ამოგვადინო რა, ხო 10000-ობით ლარს ვუხდით ამ ადამიანებს და თან მანდაც როგორ იგრძნობა რა ეს სული, რომ ერთი არის რომ გასაგებია რომ ძლიერი ხარ ხა და რთული არის რომ გასაგებია რომ შეიძლება იყოს შენი საჭიროება, მაგრამ ეხლა ერთ ადამიანს 20 კაცი რო ურტყამს და შენ ოლიმპიური ჩემპიონი რომელიც არ ვიცი ამისა შენობის წამოწევა რო შეგიძლია ერთი ხელით ხო მიდიხარ და კიდე აი ამ ადამიანს ურტყამ და აი ამაზე პასუხად არის რომ აი მე რა არის კაცო კაც შეურაცხყოფა მიაყენეს და ქართველი კაცი არის და დაარტყა ხელიო. ანუ ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის პარლამენტში 20 კაცი რო 20 კაცი ეს არის ეროვნული 21-ემ რო დაარტყას, ეგ თურმე შეიძლება და რას ნიშნავს სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენეს და დედა შეაგინესო ადამიანსო და როცა იგივე ხდება აქეთ, აი უკვე ქართველობა ამათვის აღარ ყოფილა. ეს არის ჰიმნი რაღაც შეშინებული ადამიანების რომ ჩაქოლონ განსხვავებული აზრი. ეს ხალხი, აი ამის გამკეთებელი ხალხი არ წარმოადგენს დღეს საქართველოს და იწოდება ჩვენი ნებასურვილის განხორციელებლად. ამიტომ ვინც ამას არ ეგუება, ვისაც აღარ შეუძლია ამის ატანა, არა იმ თვალსაზრისით რომ რაღაცა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოიგოს, ეს პოლიტიკური საკითხიც აღარ არის. არის ღირსების საკითხი, სამოქალაქო თავისუფლების, ღირსების, სიამაყის საკითხი არის, რომ აი ეს ხალხი, რომელსაც მხოლოდ ღმუილი და მუშტების ქნება შეუძლია და რომელსაც არ აქვს სამშობლოს განცდა, რომელსაც საქართველოს პატარა სოფელი გონია, არ წარმოადგენდეს იმ დიდი ტრადიციების ქვეყანას, რაც ჩვენ ვართ. აი დადიხარ ქუჩაში, თითქოს ქუჩაც არის, თითქოს შენობაც არის, თითქოს მანქანებიც დადიან, თითქოს რაღაცას ხედავ, არ ვიცი, კაფეები, ხო, რაღაცა თითქოს ხედავ, მაგრამ გრძნობ, რომ ეს არ არის საქართველო. რატომ არ არის? ზუსტად მაგიტომ არ არის, რომ საქართველოს რაღაცა სულიერ არქიტექტურას, საქართველოს სულიერ სხეულს და გნებავთ მისიას სულიერს მხოლოდ ბლოკებით ვერ ააშენებდა იმით ცემენტით ვერ ააშენებდა. ეს კიდე სხვა რამითაც უნდა ააშენდეს და თუ ქვეყნის ხელისუფალი გეუბნება რომ შენ პატარა სოფელი ხარ, იქ უკვე ყველაფერი გარკვეული არის. უბრალოდ ამ პატარა სოფელმა ერთხელ უნდა უთხრას რომ მე პატარა სოფელი კი არა დიდი ქვეყანა ვარ და დარწმუნებული ვარ რომ ეგ დრო აუცილებლად. აუცილებლად, ხო. რაც მტკენს მე ყველაზე მეტად გულს, ხო, რო უყურებ ამას, რომ აი დაიდო ხო კადრები გექნებათ ნახით აჭარა მაინც ხო ხდებით განსაკუთრებით გულთან ახლოს მოდის არ ჩემ შემთხვევაში, როცა ის იყო ხო კადრები რო დაიდო, აი ბოლო ხმაზე რო არის, თან მუსიკასაც ხო გააჩნია ხო ეს ხო მომისმენია და მეც ვუსმენ ხო ამ რუსულ მუსიკებს, იმიტომ რომ ხელოვნებაა და მესმის რომ არ შეიძლება უკრაინელი მღეროდეს რუსულ. გასაგები ამ ამის განხილვაში არ გააჩნია ხო უბრალოდ რას უსმენ და აი რო ისმის ბოლო ხმაზე, აი არა я русский და აი რო წარმოგიდგება კადრები რომ აი არ ვიცი ქვეყნის ცენტრში და დიდ ქალაქების ცენტრებში ეს ხდება და ამის პარალელურად გინტურს რო კლავენ აი ლომისასთან და აი ეს რო წარმოგიდგება და ფიქრობ რა აი და მე ამ ყველაფრის მერე ასევე აი ხა გუშინ წინ რო დაიდო ბატონი ვარლამის მიერ ორგანიზებული ქართული ოცნების ახალგაზრდულის შეხვედრა და მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდები მაინც ვერ მოუძებნენ მე ამ კადრებში რაღაცა მაინც ჭირს ხო პირველი გექნებათ ნანახი რა ვიცი ვინ მანდილოზავრები იყვნენ იქ წარმოდგენილი მაგრამ მაინც ეს ახალგაზრდა თუ არა ძველგაზრდასაც რო პოულობენ ესეც მაინც რაღაცნაირად ის არის და ხო თუ კი ვინმე მაინც ასულგუნლებს ამ ადამიანებს ჯერ კიდევ და რაღაცნაირად მაინც აძლევს ამ ყველაფრის უფლებას ხო მორალურად თუ პირდაპირ მნიშვნელობით არ ვიცი იურიდიულად ეს არიან ეს ადამიანები რომლებიც სამწუხაროდ ისევ და ისევ ამ ქვეყანაში არიან. კარგი თქვენი არგუმენტები გასაგებია, თუმცა არ გვაინტერესებს არაფერი. არ არის უკრაინის გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება, უკრაინის გამარჯვება არის ჩვენი დამარცხება და მე ვარ რუსეთუმეო. ეს არის ამათი არსი და ეს არის ამათი სახე. საერთოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ საქართველოს არის იმ ხელა ქვეყანა, რამ ხელას დღეს ვართ, ხო? ამიტომ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი დაცულობა არის დამოკიდებული რამდენიმე გარემოებაზე. მათ შორის ერთ-ერთი და ყველაზე უმთავრესი არის აგრესორის და ოკუპანტის რუსეთის მაქსიმალურად დასუსტება. ეს არის ერთი, მეორე არის რომ თავისუფალ სამყაროს უნდა კონდეს ამ ქვეყნის ინტერესი და მესამე არის თვითონ ქვეყნის შიგნით ეროვნული კონსოლიდაცია დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეის გარშემო. ეხლა რას ვხედავთ? ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის კავშირი გეუბნება რომ ქართველებო ევროპის კარი არის თქვენთვის ღია.
თქვენ უნდა გახდეთ აი ამ ჩვენი დიდი სივრცის ყველაზე უფრო დიდარი, ყველაზე უფრო დაცული, ყველაზე უფრო ღირსების შემნახავი სივრცის ნაწილი. ეს აი წეგან რო ის ვახსენეთ სულხან-საბა ორბელიანი და იმ ეპოქებში სულ ცდილობდა ხალხი ამას, მაგრამ ასეთი კონსოლიდაცია ევროპული საზოგადოების მხრიდან ხო არ არსებობდა. იქამდე მივდივართ რომ აი რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის გარშემო ხო? ნახეთ, ხო, ნუ ეგ კიდე ცალკე ამბავი არის. ევროპა შენ მხარეს არის. რუსეთში ვხედავთ რაც ხდება, რომ მართლა სამ დღეში ავიღებთო და აგერო მე-4 წლის თავზე ასობით დრონი ყოველდღე დაფრინავს. ნავთობს ვეღარ ასხამს ხალხი და 30 წუთი არის გაძლება. ბენზინი აღარ აქვს, 20 ლიტრას უსხამენ. აი, უდიდესი პრობლემები ელოდება ეხლა რუსეთს. ეხლა დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ჩვენ გქონდეს აი ამ სასიკეთო გარშემო რაც ხდება ჩვენს გარშემო ამ სასიკეთო მოვლენების მიმართ ერთსულოვნება და კონსოლიდაცია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ ამ ორ დიდ პარტიას შორის ისე პირობითად ვარქმევ პარტიას, ერთი არის, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის გამარჯვება არის მათთვის ნამდვილი გამარჯვება და ჩვენ კი ვამბობთ, ამიტომ ეს არის აი ჰანტინგტონის ცივილიზაციათა ჯახირო არის, ხო? ჩვენ აი ცივილიზაციათა დაპირისპირება, ეხლა აღქმის იდენტობების დაპირისპირება. შეიძლება ეს იყოს აი ორი საქართველო მართლაც, სადაც ერთი არის კარგად მხოლოდ მაშინ, როდესაც მოდის აქ რუსი დამპყრობელი და ამას კარგად ხედავთ სხვა შორის ალექსანდრე ყაზბეგის გენიალური ქართველი კაცის შემოქმედებაში, მის უამრავ მოთხრობაში, ხოლო მეორე იჩაგრება ზუსტად მაშინ, როდესაც ხო რუსი მოდის და უნდა ის დრო, როდესაც ეს არის ეს ბოროტმოქმედი არის დამარცხებული და როდესაც ის უბრუნდება თავის ჩვეულებისამებრ ყოფას. ამიტომ არის ეს დაპირისპირება. ხა მათმა შაჰაბასი გაასვენეს ეხლა. ხო, ნუ ახლა ხალხი რომელიც გეუბნება რომ 400 წელი უნდა აღნიშნოთ იმის ქართველების ტურისტები იყვნენ იქ რომ წაიყვანეს და რამდენი გზაში ხო დაიღუპა და ისა და ამას გეუბნებიან და აქ არ არის პატრონი ამ ქვეყნის მთავრობის სახით რომელიც ეტყვის ამ ელჩს რომ ეს რას ნიშნავს რომ გენოციდის 400 წლის თავს შენ მე მასე იმე ხო შენიშნა და ლამიზა გაძევება და ეს არის დიპლომატიური პასუხი მთავრობის მთავარი ამბავი ეგ არის რომ ქვეყანას უნდა იცავდეს მეტი აბა შენ თქმის არ იყოს ეს უზარმაზარი ხელფასები მანქანები ფუფუნება როიპარავენ კიდე 1000 რამეს რაც ჩვენ ზოგი ვიცი და ზოგი არ ვიცით აბა ვერ გავიგე ეგ რისთვის არის ხო რისთვის რომ შენ გაზეიმონისა რა ქვია შაჰაბაზის შემოჭრის 400 წლის თავი ეს ხო არის წარმოუდგენელი მკრეხელობა რა კონსერვატიზმზე ლაპარაკობენ საერთოდ რა ტრადიციების ერთგულებაზე ლაპარაკობენ როდესაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო სისხლიანი პერიოდი საქართველოს ისტორიაში ეხლა წარმოჩენილი ყავთ თითქოს და ეს იყო აყვავების ხანა უბრალოდ სიტყვები არ ყოფნის ამათ ხო ის ბირთვი არ აქვს ხო ეხლა უნდა ხო ფიქრობდი რა უპასუხო მეთქი და უნდა მეთქვა ესეთი რაღაცა რომ აი ჩვენ რო ვიყოთ გეოპოლიტიკურად სხვა მსოფლიოში სადაც დღევანდელიდან განსხვავებით კონსერვატიული ძალები სუსტი იყო ან მისუსტებული იყო და ძვინვარებდა ლიბერალური ძალები განსაკუთრებით 2016 წელს მეთქი ესენი იქნებოდნენ ლიბერალები მეთქი და ეს და მე გავიხსენ რომ მართლაც ეგრე იყო 2016 წელს როცა ამათ წარმოდგენაში და მართლა ობიექტურად ის იყო რომ მსოფლიო სხვა გზით და სხვა მიმართულებით ვიდიოდა ზუსტად აი ამ მიმართულებას იძენდნენ შეიცვალა ცოტათი მდგომარეობა მსოფლიოში და რაღაცა საჭირო გახდა ცვლილებები კი ბატონო ამ ადამიანებმაც ეს ადამიანებიც ადგენ უპრინციპოდ არ ვიცი რაღაცა ზედმეტი ფიქრის გარეშე გადაეწყნენ მოკლედ ახალ პოლიტიკურ რაღაცა დღის წესრიგს და ცდილობენ ამ ყველაფერსაც უხარისხოდ აკეთებენ ბატონო გზარ მე ერთი რაღაც მაინტერესებს ხოლო ძალადობაზე დგანან აი ეგ არის თავარი ბოლოს ხო ნებისმიერ ხელისუფლებას ჭირდება აი ვთქვათ აი მხოლოდ შტიკებზე მხოლოდ ხიშტებზე ვერ დაჯდები საბოლოო ჯამში უნდა კონდეს კიდე რაღაც პოლიტიკური იდეა უნდა შეგეძლოს საუბარი შენს კრიტიკოსებთან გნებავთ პოლიტიკოსებთან გნებავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან მათ
საუბარი აღარ შეუძლიათ. მათ საუბარი არის ის მუშტი, რომელიც იმ შტანგისტმა აი კაცმა სხვათა შორის ბატონი კობახიძე ეგ არის სიმბოლო. ეხლა ამისი და ეხლა გონიათ რომ აი ამ წნეხი ტროტუარზე არ გაიარო გეუბნებიან იქ ის არაქნა თუ გუშინ გამოსულმა კაცმა დაუყარა დარჩენილ ციხეში დარჩენილებს დაუყვირა რომ მიყვარხართო და ამის გულისთვის კიდე 500 ლარი ჯარიმა. აი ეს წნეხი და გონიათ რომ ამით გატეხავენ ქართულ საზოგადოებას, მაგრამ მე გავიხსენებ 1990 წელს ზვიად გამსახურდია სიტყვას არჩევნების მოგების შემდეგ 28 ოქტომბერს. მან წარმოთქვა სიტყვა რომ ყველასადმი, მათ შორის ძველი კომუნისტებისადმი, ყველასადმი ვისაც ქართველები იყვნენ და უნდა საქართველოს მომავალი და თავისუფალი საქართველოს ერთგულებას გაუწევს, ყველას მიმართ გააკეთა მოწოდება რომ შემოგვიერთი და ეს. მაგრამ რუსეთის იმპერიაზე თქვა შოთა რუსთაველის სიტყვები დიდთა ხეთა მოერევის მცირე დასწვავს ნაპერწკალი. აი ეს იყო ჩვენი გამარჯვებაო. აი ახლაც შეიძლება სკეპსისი, ნიჰილიზმი ჩვენ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილშია, როცა ხედავენ აი ამ გავეშებულ ბოროტებას, სისასტიკეს ამ ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ აუცილებლად დგება დრო, როდესაც სიმართლის ნაპერწკალი წვავს დიდ ბოროტებას. რუბრიკები დაიწყეს თითქოს მე დავუხური ამ ადამიანებს რაღაც ერთმანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ჯერ კიდევ წლების წინ და რამდენიმე კვირის წინ კობახიძის ის მახსენდება შემხვდა მე არ უყურებ მაინც დიდად ამ დებატებს რაც არის ხოლმე ხო იმედზე და რუსთავიორზე და აი რაღაცა ძალიან ისეთ ნაწყვეტი ამომიგდა და ეს ადამიანი საუბრობს რომ აი ერთი ქვეყანა მითხარითო ევროკავშირიდან ან რაღაცა დასავლური ცივილიზაციიდან სადაც პრემიერ-მინისტრიო დებატებში უზისო ოპოზიციასო ჩვენ 2024 წელს ქართულმა ოპოზიციამ ფაქტობრივად ერთხმად ვიღაცებმა რაღაცა უფრო სიტუაციურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ხა წელი არ გასულა და მე ეს გადაწყვეტილება ეს შეცდომების დასწრება მოასწრეს, ხო? ვიღაცებმა სიტუაციურად თუ ვიღაცებმა გააზრებით მიიღეს ჩემი აზრით იმ მომენტში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც იყო ბოიკოტი პარლამენტში არ შესვლა, არ ვიცი, ლეგიტიმაციის გზის არჩევა და ასე შემდეგ, თუმცა ბუნებრივია გავიდა 2 წელი, თითქმის ხო, ოქტომბერში იქნება 2 წელი, ნუ წელიწად ნახევარი გავიდა და მესმის სკეპსისი იმისა, რომ იქნება და ჩვენი არჩეული გზა იმ დროს არ იყოს სწორი, ან რო შევსულიყავით, ახლა ჩვენ გვექნებოდა, არ ვიცი, რესურსი, ან რაღაც. ისევ და ისევ იმ გადმოსახედიდან, რომ ნუ მეც ბუნებრივია თეორიულად მაინც ეს საკუთარ თავთან განმიხილავს და მიკითხავს იქნება და მართლა. თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორი იყო გადაწყვეტილება? მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ერთადერთი, იმიტომ რომ საქართველოში იყო და არის ანომალიური ვითარება, როდესაც შენი მიცემული ხმა არ აისახება ქვეყნის ხელისუფლების ფორმირებას. არადა არჩევნები არის სწორედ მაგითო, რომ ვისაც ჩვენ კოლექტიურად მივცემთ ხმას და ვინც უფრო მეტ ხმას მიიღებს, რომ ის წარმოადგენდეს ქართული ხალხის ინტერესებს, საგარეო პოლიტიკურ ვექტორსაც ის განსაზღვრავდეს და საშინაო პოლიტიკის რაღაცა მთავარ პოსტულატებსაც ის ადგენდეს, ხო? ეგ არის არჩევნების არსი, ეგ არის. აგიტო მოიგონა ცივილიზებულმა სამყარომ არჩევნები ძველა რომ ათენშიც ამიტომ იყო ეს არჩევნები მერეც და იმ ფორმით რა ფორმითაც ახლა ჩვენ დემოკრატია გვაქვს ეს არჩევნები არის მთავარი ხო ხალხის ძალის მთავარი გამოვლენის ადგილი თუ ამ არჩევნებზე შენ მოაწყობ ისეთ სისტემას რომელზეც ქაღალდს აწერია მე ვარ ქოცი აი იმ გამოჟონილი ბელნის სახით ეს არჩევნები ხო არჩევნები აღარ არის და ის ხო აღარ გამოხატავს ადამიანის ნებას და ყველაზე ისეთი არგუმენტი ის აღარ გამოხატავს უკვე ნებას და ამიტომ ხო ამიტომ თუ შენ ამას უთმობ ხო და თუ შენ ამბობ რომ აი კი ბატონო მე რა და რა ვიცი მაინც ვიყოთ ჩვენ გლეხი კაცისთვის არავინ არ არის და რასიზამ და რაღაცა ხო ეს ხო მუდმივად გაგრძელდება ეხლა არანორმალურის ნორმალიზება არის ყველაზე უფრო ცუდი რაც შეიძლება მოუვიდეს საქართველოს. ამიტომ მესმის რომ გრძელია ბრძოლა, მესმის რომ ბევრი სკეპტიკოსი გააბუჩდება, ბევრი ყურებს ვიღაცას იქნება და უხარიათ კიდევაც. მაგრამ არის ეგეთი ნათქვამის რომ რაც უფრო გრძელია ღამე, მით უფრო ახლოა დილა. მეც დავიღალე.
ყველა დაიღალა, ყველასთვის მძიმე არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აი ეს განცდა, რომ აი ამ ხელა ბრძოლას, ამ სულისკვეთებას აუცილებლად მოხვება შედეგი, ჩვენში რამე უნდა გააფერმხთალოს. იცით რა, შეიძლება ერთი კაცი იყოს არჩეული, მაგრამ თუ სამართლიანი არჩევნების შედეგად არის არჩეული, ხო? ის ერთი კაციც უნდა შევიდეს, იმიტომ რომ შენ ვიღაცამ ხო გითხრა, 20,000-მა კაცმა ხო გითხრა, რომ შენ იყავი ჩემი წარმომადგენელი და ამიტომ რა თქმა უნდა დაიცვა მათი ინტერესები, მაგრამ აქ საქმე სხვა რაღაცაშია, გაყალბებაში და ამ სიყალბეს ვერ შევეძლო. ბატონო გზა, ეგ გასაგები არის, თუმცა კომპონენტი ამ ყველაფერთან ერთად ასევე აი ამ მომენტში თუ ჯერ კიდევ აბსოლუტურად გეთანხმებით, ეხლა თქვენი სასას მოვისმენ ამ ბარემ ამასთან დაკავშირებითაც საგარეო ვექტორი გასასვლელწინებელი ფაქტორი მგონია მე ამ მიმართულებით და არ ვიცი ცოტა თვეც არ გასულა ხო ამერიკის საელჩომ განცხადება რო დადო რომელიც აღქმულ იქნა ფაქტობრივად აბსოლუტურ მოწოდებად იმისა რომ დროა რაღაცა ინსტიტუციებთან ურთიერთობების აღდგენის არ ვიცი უკვე იურიდიულად შეუძლებელი არის ხო რაღაცა პარლამენტში შესვლა როცა მანდატები დათმო მთლიანმა ოპოზიციამ უარი თქვა აბსოლუტურად ყველაფერზე და ასე შემდეგ. თუმცა მაინც საუბარი და მოწოდება რაღაცა ერთი გაჟღერდასავით ამერიკის საელჩოს მხრიდან ეს რა თქმა უნდა გახდა გამაღიზიანებელი გაღიზიანების მიზეზი ერთგვარად და ბუნებრივია მეც რაღაც ცუდად გულზე მომხვდა, იმიტომ რომ და განსაკუთრებით კიდე საელჩოში 200 გუჩინდა 4-ში ხო თუ არ ვცდები 250 წლის თავი იყო და ქართულ ოცნებასთან ღვინის მირთმევაც თურმე მოსულა ხო და მესმის რომ ეხა ჩვენ ერთმანეთს პასუხსდატო უნდა ვთხოვდეთ ეხა ამერიკისთან საელჩო მაინც სხვა ამბავია ისინი აი ქართულ ოცნებას რო უხარია რომ აი მელანია ტრამპმა მოულოცა საქართველოს პირველი ლედის დაბადების დღე და რაღაცა ეს ყველაფერი მესმის რომ ეს მექანიზმი არის თუმცა აქ ყველაფერი მაინც არის დაუბრუნდეთ იმას ხო განცხადებას მოწოდებას იმისკენ რომ აი რაღაცა ნორმალიზდეს სიტუაცია დაუბრუნდეთ რაღაცა არჩევნების გზას რაღაცა დემოკრატია ეს შენდება ეს არის ძალა და თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით აი ეგ ფაქტორი როგორც კი შემოდის ბრძოლაში ეგ რას უნდა ცვლიდეს ჩვენ ჯერობაში მე ვფიქრობ იმას რომ გენერალური ბრძოლა არის ახლა კავკასიისათვის აი ეს არის მთავარი რეგიონული ამბავი რომელიც ჩვენთან არის ჩვენ დავინახეთ რუსეთის დასუსტება სხვადასხვა ქვეყნებში მათ შორის სხვა მატერიკზეც მაგრამ ევროპაში მოყვა ამას ეს პროცესები და შემდეგ უკვე სომხეთის არჩევანი, ევროპული არჩევანი და ასევე აზერბაიჯანის დისტანცირება სრულად რუსეთისაგან. მესამე ერთადერთი ქვეყანა დღეს კავკასიაში, რომელსაც პრორუსი ხელისუფლება ეს არის სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა. და ეს დიდი ბრძოლა მიმდინარეობს ახლა კავკასიისათვის თავისუფალი სამყაროს ინტერესების გატარებისათვის კავკასიაში. ამ ბრძოლაზე ეს დინამიური პროცესი არის, იქნება ბევრი რამ. არა მგონია რომ ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ ახლა იქ ჭიქიანი კაციც იქნება, ვიღაცას შეხვდება და ამ შემდეგ, მაგრამ ამერიკის მთავარი ინტერესი არის აშკარად გამოხატული, ევროპის მთავარი ინტერესი რომ კომუნისტური ჩინეთი და რუსეთის და აიათოლების ირანის საჯილდაო ხო არ იყოს საქართველო. რომ მათი ინტერესები ის რომ აი აქედან 40 კილომეტრში ხამენეის გაუმარჯოს და სიკვდილი ამერიკას ვყირიან რომ აი ეს ამბავი არ იყოს რომ რუსული ინტერესები შემცირდეს რომ კომუნისტური ჩინეთის ინტერესები შემცირდეს რა არის ამისათვის საჭირო შეიძლება სხვა რომელიმე ქვეყანას რომელსაც საერთოდ არანაირი დემოკრატიული ტრადიცია არ აქვს არც არავის არ აინტერესებდეს იქ მეფია არ ვიცი ვიღაცა სხვა კაცი მაგრამ იმას რომ აი აქ ეს ინტერესი განხორციელდეს საქართველოს ინტერესია ეს უპირველეს ყოვლისა ამას ჭირდება სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა ამიტომ მე ვარ ღრმად დარწმუნებული როგორც არ უნდა იყოს ახლა და გარეგნულად რაღაცა მოგვეჩვენოს რომ საერთოდ რატო ელაპარაკებიან ამათ ან რაღაცა როგორც არ უნდა იყოს აი ეს მთავარი ინტერესი რომ სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა შეუძლია ზოგადად რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფა და საქართველოს დაბრუნება თავის ისტორიულად ნაცნობ ჩვეულ და რაც თავარია ორგანულ სივრცეში რაც არის ქრისტიანული სამყარო და რაც არის
ის ცივილიზაცია, ის თავისუფალი სამყარო, რომლის ნაწილადაც ყოველთვის მივიჩნევდით თავს. ეს არ გამოვა ამის გარეშე. ამიტომ მე ვარ დიდი გადაწყვეტა და ახლოს არის, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამოგჭირდება დიდი კონსოლიდაცია ამისათვის და საკითხი ქართული ხალხების ინტერესების იგნორირებით აქ ვერ გადაწყდება და ამის მაგალითი არა მხოლოდ რაღაც ახლა სოფისტური აზრები არის და რაღაცა ის არამედ ამის მაგალითი არის ხალხი, რომელიც 500-ზე მეტი დღეა ყოველ დღე ჯიუტად გამოდის თავის ეროვნული ინტერესების დასაცავად. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ გაიყიდნენ და ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ პარლამენტში რაღაცა ლეგიტიმაცია არ მიანიჭეს მას. და ის ხალხი, რომელიც ასობით და 200,000 ადამიანი, რომელიც გამოდის და მილიონიც გამოვა, როცა გადამწყვეტი დრო დადგება. ამიტომ კიდევ ერთხელ მთავარი ამბები არსებობს ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი, ქართული ხალხის ბრძოლის მხარდაჭერა, სუსტდება რუსეთი, ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსოლიდაცია და ჩვენი ინტერესების გარეშე აქ არაფერი არ გადაწყდება და რო გადაწყდება საბოლოო ჯამში, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. დიდი მადლობა ბატონო ნუგზარ. თქვენ დიდი მადლობა.